მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, ქალბატონ თამარ ცანავასთან ერთად. დიდი ხანია მინდოდა ეს საუბარი შემდგარიყო და მოკლედ შედგა. ქალბატონი თამარ ცანავა, მინდა რომ გაგაცნოთ, ეს არის ადამიანი, ჩემთვის ჯერ პირველ რიგში ძალიან ისეთი პროფესიონალი თავისი საქმის. ესე იგი 35 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს ქალბატონ თამარ, ესე იგი პედიატრი, ოჯახის ექიმი. ცოტა არ არის 35 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და მე ვიცი ქალბატონ თამარ რომ თქვენს ხელში ასობით და ათასობით ბავშვის ჯანმრთელობას გაუვლია. და ისიც ვიცი რომ ყავთ უამრავი აუარებელი კმაყოფილი მშობელი და ყოველთვის მაინტერესებდა სულ მესმოდა თქვენი პაციენტების მშობლებისგან რომ თქვენ გქონდათ ინდივიდუალური მიდგომა ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მაინტერესებს როგორ მუშაობდით, რას აკეთებდით იმისთვის რომ ბავშვების ჯანმრთელობა დაგეზოგათ, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად მშობლები. თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ. მოგესალმები თეა. კი, ნამდვილად ასე იყო ამ 35 წლის განმავლობაში ჩემი პედაგოგებიდან გამომდინარე რაც ჩადეს ჩემში ხო სამედიცინო განათლებაში ყოველთვის მქონდა ისეთი დამოკიდებულება რომ ბავშვები რომლებიც ხშირად მოდიოდნენ ჩემთან სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებით იმ წუთას რომ იმ დღეებში რომ დანიშნულებას ვაძლევდი ჩემთვის მთავარი იყო ის რომ შემდგომში ეს ბავშვები კიდევ არ მოხვედრილიყვნენ ჩემთან სხვადასხვა პრობლემებით ეს ვირუსული ინფექციები იყო თუ ქრონიკული რაღაც ბაქტერიული ინფექციებიც ხო ტონზილიტები იქნებოდა ეს თუ ბრონხიტები თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები ყოველთვის მქონდა ესეთი დამოკიდებულება რომ ბუნებრივი და ნატურალური საშუალებებით შემდგომში გამეგრძელებინა ამ ბავშვთან მშობლებთან ურთიერთობა და ამ ბავშვების ჯანმრთელობაზე ბოლომდე მივყოლოდი რომ შემდგომში უკვე იგივე პრობლემებით არ მოსულიყვნენ ჩემთან. აი ეს იყო ჩემი ძირითადი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა და ამითი რა თქმა უნდა ყავდა საკმაოდ ბევრი კმაყოფილი. და ალბათ არა მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. რა თქმა უნდა, იმ წუთას როცა ბავშვი მოდის, რა თქმა უნდა სიმპტომატურ მკურნალობას უნიშნავთ, მაგრამ შემდგომში უკვე თუ ის ბავშვი მეორეჯერ, მესამეჯერ, მეათეჯერ მოდის, ხო უკვე შემაწუხებელია მშობლისთვისაც და ჩემთვისაც და ამიტომ ვიყავი ასეთი მიდგომით. ქალბატონ თამარ, რა მაინტერესებს იცით, რატომ გაიზარდა დღეს განსაკუთრებით, იმიტომ მეც მყავს პატარა მცირეწლოვანი შვილი და ეხლა რომ უყურებ ჩემს ირგვლივ, ძალიან ვირუსული ინფექციები ეხლა ეს არ გვიკვირს, მაგრამ ძალიან გართულებული ფორმებით, ხშირი ალერგიული დაავადებები, ატიპიურად მიდის აი ეს ვირუსული ინფექციები და რატომ გაიზარდა ესე მასიურად ეს დაავადებები ბავშვებში. კი ბატონო, ბოლო წლები განსაკუთრებით არის რომ ეს პანდემიები იყო, მანამდეც იყო ეს პანდემიები და ყოველ 60 წელიწადში ერთხელ რომელიღაცა გრიპის ვირუსის პანდემია იყო. საერთოდ ვირუსული ინფექციები მთელი წლის განმავლობაში ტრიალებს და როცა ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში სკოლაში, ხო, იქ რა თქმა უნდა ეს კოლექტივში უკვე უფრო მეტად ვრცელდება და ამიტომ თუ ბავშვს გამოაჯამრთელებ ერთხელ ვირუსული ინფექციით, ხო, ეს წავა ბაღში ისევ შეიძლება შემოუტრიალდეს. ანუ ეს არის უკვე იმუნური სისტემის საქმე. ანუ იმუნური სისტემა თუ ბავშვს ძლიერი აქვს, ამ შემთხვევაში შეიძლება ნაკლები იავადმყოფოს და იავადმყოფოს ისე რომ გართულებები არ ქონდეს, ხო? ამიტომ აი ეს არის ძირითადად საზრუნავი ყველა ექიმის და მე ვიცი ძალიან ბევრი ექიმი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ბავშვებს აი ესეთი ააცილოს თავიდან შემდგომი ინფექციები იქნება ეს თუ სხვა დაავადებების სიმპტომები. ამიტომ რა უწყობს ხელს ეს არის იგივე დღევანდელ პირობებში ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო და არა მარტო გარემო, რომელსაც აერით, წყლით, იგივე საკვებიდან იღებს ადამიანი უამრავ მავნე ნივთიერებას, რომელიც არ უნდა იყოს, ხო, მაგრამ არის და ამას ვერ აღუდგებით წინ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებითაც ვიმუშაოთ, ანუ უამრავ დაავადებას იწვევს საკვების ნივთიერებების დეფიციტით საკვებში, ხო? არ არის ის საკვები, რაც ადრე იყო. იმ საკვებში უამრავი ქიმიური შემავსებლებია, ხო? ემულგატორები იქნება ეს თუ საღებავები იქნება და რაც უფრო ბრჭყვიალა და რაც უფრო მემზიდველია ბავშვისთვის მარკეტებში სხვადასხვა ესეთი გემრიელობები, მით უფრო მეტი აი ასეთი ქიმიური ნივთიერებები შედის ბავშვის ორგანიზმში, ბინძურდება, რა თქმა უნდა, ეს უჯრედებში ილექება და უკვე თანდათან, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში და ეს უკვე მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც და ამიტომ აუცილებელია
ბავშვთა ასაკშიც კი, ადრე იმდენად არ იყო, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით რომ ბავშვის ორგანიზმის დეტოქსიკაციას მოვახდინოთ, ხო? ანუ როგორ ფიქრობთ, აი ქიმიური საშუალებები, ხო? როცა ხშირად უჩივიან მშობლები, რომ გაუცივდათ ბავშვი, გამოიყვანეს მდგომარეობიდან და მე უჩივიან ესეთ რაღაცას, რომ ბავშვს ჰქონდა კარგი იმუნიტეტი და ეხლა აღარ აქვს კარგი იმუნიტეტი. აი ქიმიური საშუალებები, პრეპარატები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ორგანიზმის დეტოქსი, გაწმენდა, იმ დეფიციტური ნივთიერებების შევსება, რასაც საკვებიდან ვერ ღებულობს ბავშვი, პლუს იმუნური სისტემის მოწესრიგება არის შესაძლებელი ქიმიური პრეპარატების საშუალებით? ნაწილობრივ ალბათ კი, იმიტომ რომ აქამდე ასე გაიდლაინებში და ყველგან ესეთი სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს და ექიმები ნიშნავენ ვიტამინებსაც, მინერალებსაც, სხვადასხვა იმუნური სისტემისთვის სხვადასხვა პრეპარატებს, მაგრამ ზოგადად ხომ აი თუ უფრო ღრმად მომუშავე ფუნქციური პროდუქტი არ მიახმარე ორგანიზმს, ხო, ნაკლებად ეფექტურია ესენი და მაინც ხდება ბავშვის აი ასე ხშირად ავადმყოფობა და ეს ჩვენ შეგვიძლია ბავშვებთან მიმართებაში უფრო ბუნებრივი რესურსები, ესე უფრო ვიტყვი, ბუნებრივი რესურსები ბავშვებს გაცილებით მეტი აქვთ ვიდრე მოზრდილებს, იმიტომ რომ მოზრდილებმა წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი პრობლემები დააგროვეს და ბავშვთა ასაკში არის, მაგრამ მიხმარება მაინც სჭირდება და ამ მიხმარებას სწორედ ფუნქციური პროდუქტების მეშვეობით ვახდენდი მე თვითონ სანამ ისეთი საკვები დანამატები, ხო, თავიდან იყო ასეთი საკვები დანამატები, შემდგომ განიცადა ევოლუცია და გახდა ასეთი ფუნქციური პროდუქტები, ფორმულები, მცენარეული სხვადასხვა საშუალებებიდან, მაგრამ თუ ეს არ გააკეთე პრევენციულადაც, ხო, უკვე ავადმყოფობის დროს უფრო მეტი და მეტი არის საჭირო და ამიტომ ბავშვებს ყველა ასაკში შეგვიძლია, ხო, როცა ჯანმრთელები არიან, ისევე როგორც მოზრდილებს, ურჩიოთ, წავახმაროთ აი ასეთი პროდუქტები და დავზოგოთ მეტი ფინანსები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ პროდუქტების მიცემით, ფუნქციური პროდუქტების მიცემით, გაცილებით ნაკლები სახსრები წავა ბავშვების აი ასეთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, იმიტომ რომ თითოეული ავადმყოფობა მე ხო ვიცი, ხა რასაც უწერდი ჩემს პაციენტებს რა უჯდებოდათ, ხო? აი ეს ფინანსურად, არავინ მორალურად. კი, თითოეული ერთი ავადმყოფობა უჯდებოდა იმდენი, რაც ამ დროს ღირს ერთი ფუნქციური პროდუქტი, ხო? და ქალბატონ თამარ, მე თქვენი რეკომენდაციით, ესე იგი მთელი ორსულობის განმავლობაში ვღებულობდი პროდუქტს Lius და Baopneus. მე ხა ჩემი შვილი არის 4 წლის და ყოველთვის ვაძლევ წლის განმავლობაში სეზონურად და მინდა გითხრათ, რომ აი ბაღში როცა მშობლები უჩივიან ძალიან ბევრ პრობლემებს, ხშირად ავადობას, მე ვერც კი არც შემიგრძვნია, რომ ბაღში მივიყვანე და თითქმის არ დავდივართ, ხო? აი რომელ პროდუქტს ურჩევდით? აი ამ შემთხვევაში მშობლები მოისმენენ ამ ჩვენ საუბარს და ისეთი რომელიც არის უსაფრთხო, რომელიც დაეხმარება, რომელიც იმუნურ სისტემას მოუწესრიგებს, კუჭნაწილს და ასე შემდეგ. კარგი გამახსენე. პროდუქტებს უწევთ რეკომენდაციას. ნამდვილად ჯიფუს პროდუქტები დღეისათვის საუკეთესოა ჩემი აზრით და კარგი გამახსენე, რომ ორსულობის დროს რო იღებდი შენ ამ პროდუქტებს, იმიტომ რომ ბავშვზე ზრუნვა იწყება სწორედ ორსულობის პერიოდში და ორსულობის პერიოდში ისეთი საკვები ნივთიერებების მიწოდება, რომელიც აი ამ ორ პროდუქტში შენ რაც თქვი, ხო, ამ ორ პროდუქტში არის შემადგენლობაში აუცილებლად ეს ყველაფერი აისახება ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა ეხლა თუ ძუძუთი კვებით არის ბავშვი, იქ ნაკლები პრობლემებია, იმიტომ რომ ძუძუთი კვებაც იმუნურ სისტემას უძლიერებს ბავშვს და მაგრამ აი ესეთ ასაკში რომ 2 წლიდან 3 წლიდან უკვე იწყება, როცა ბავშვი უკვე სხვა ბავშვებთან ურთიერთობას იწყებს. რა შემიძლია გითხრათ? დავიწყებთ ლივით, თეა. იმიტომ რომ ლივის ფორმულა პირველად რომ გავიგე, არ ვიცი, ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო ჩემთვის ამდენი ათეული წელი მომუშავე ადამიანისთვის, იმიტომ რომ ამდენი რამე ერთ საშეში რომ ბავშვისთვის მიგეწოდებინა, ხო? ეს იყო საოცრება, იმიტომ რომ მოცვი, ბროწეული, შავი ალუბალი, ეს ხილი რომ ისწე ბავშვს ყოველდღე, ხო? როდის არ ჭამენ ბავშვები ხილს, ხო? ნაკლებად ჭამენ, მაგრამ მარტო ეს 3 ხილი რომ ისწე ბავშვს, ხო, ერთი პატარა საშეთი. მაგრამ ამის გარდა ეს არის 10 სუპერ ხილი, ეს არის შტოში, აცეროლა, ასაი, თითოეული მათგანი რო დაგუგლოს საოცრებებს ნახავთ რას აკეთებს ესენი. ალოე ვერა, მწვანე ჩაი, ანუ ალოე ვერა და მწვანე ჩაი რას უკეთებს ადამიანის ორგანიზმს, ხო ძალიან კარგად ვიცით როგორი ანთების საწინააღმდეგო და იმუნური სისტემისთვის როგორია და სპეციალურ ნაყენებსაც კი აკეთებენ.
მაგრამ ძირითადად ის რასაც აკეთებს ხო ჩვენ ამ ლივში ეს არის რესვერატროლი, ანტიოქსიდანტი, გლუტათიონი, რომელიც ღვიძლისთვის არის, ღვიძლის ფუნქციას აუმჯობესებს და ამ გზით მთლიანად ორგანიზმს ეხმარება, რომ იმუნური სისტემაც კარგად ქონდეს, ანთებით პროცესებს, სიმსივნის პროფილაქტიკაც, პრევენციაც კი გააკეთოს. და რაც არის ხო მთავარი ამისთვის არის დეტოქსიკაცია, მე ვახსენე ქრონიკული ინტოქსიკაციას იწვევს ხო აი ამდენი რაღაცა რაც ადრე ვთქვი და აი ამ დეტოქსის გამომწვევი არის ლივი, რომელსაც შეუძლია 1-2 თვის განმავლობაში, ბავშვებში მალევე, დიდებში უფრო მეტი დრო ჭირდება, გამოიტანოს ყველა ის მამდენი ნივთიერება, რომელიც ბავშვს აქვს მიღებული ამ საკვებიდან, ხო. და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც ამაშია და შემავსებელი, იმიტომ რომ ყველა ის ვიტამინებია, მინერალებია, ამინომჟავებია, სხვადასხვა ფერმენტებია, დღიური დოზა, რა თქმა უნდა, აქვე შემიძლია გითხრა, რომ არის სრულიად უსაფრთხო იმ კუთხით, რომ ყველაფერი რაც ამაში შედის, არის ძალიან პატარა დოზებით. მცირე დოზებით ყოველდღიურად რაც სჭირდება ადამიანს, იმაზე მცირეც არის. აქ ხაზი გასმულია სინერგიულ მოქმედებაზე, იმიტომ რომ აი ასე ერთად ყველაფერი აძლიერებს მოქმედებას ზოგადად მთელ ორგანიზმზე. აი შემიძლია გითხრათ და რა შემიძლია ლივზე, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ლივი მიღებული, ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ ბავშვი ნაკლებად ავადობს, თუ ავად გახდა იგივე ვირუსით, ადვილად რამოდენიმე დღეში ხო სწრაფად გადალახავენ და არ რთულდება, რაც მთავარია და შემდგომ უკვე იშვიათად ხდებიან ავად. და ლივი ამის გარდა რომ ვირუსულ ინფექციებთან აი ასეთ იმუნურ სისტემას აძლიერებს, ხო ამის გარდა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს და აი ქრონიკული ბრონხიტების დროს, ასთმური პროცესების დროს, კი ბატონო, საშარდე გზების ინფექციების დროს, კუჭნაწლავის ინფექციების დროსაც კი და აი ამ შევსებითაც კი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს იმუნიტეტისათვის იმ საკვები ნივთიერებების მიწოდებით, ხო? აი ეს შემიძლია გითხრათ ლივზე და მეორე პროდუქტი, რომელსაც მე უკვე რეკომენდაციას ვუწევ დაახლოებით 15 წელია. ეს არის ბაობაბის ნაყოფზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც დამატებულია კიდევ რამოდენიმე ინგრედიენტი და ეს ინგრედიენტები იმდენად სკრუპულოზურად შერჩეულია და იმდენად ავსებს ერთმანეთს და ესეთი ფორმულა გამოვიდა, რომელსაც შეუძლია მრავალმხრივ, ისევე როგორც ლივს, ხო, სისტემურად იმუშაოს მთელ ორგანიზმზე. კი ბატონო, ძალიან გემრიელია, ლივიც გემრიელია და ბაოს ნაყოფიც ასეთივე გემრიელია, კი ბატონო, ასეთი ბაო პლუსი, რომელსაც ბავშვებში საიდან იწყება ხო პრობლემები პირველ რიგში კუჭნაწლავიდან იწყება ხო კუჭნაწლავის ცუდი მდგომარეობა 80% დაავადებებს განაპირობებს და ბავშვებში ხშირია ალერგიები ხშირია კუჭნაწლავის სხვადასხვა პრობლემები ქრონიკული კოლიტი მშრალი კოლიტი იქნება თუ სველი კოლიტი იქნება და ხშირი ტონზილიტები ხშირი ბავშვებს ნერვული სისტემის სხვადასხვა პრობლემებიც აქვთ ხოლმე და ამის ძირითადი გამომწვევი 80%-ის არის კუჭნაწლავის ცუდი მდგომარეობა. დისბაქტერიოზი, მოდი ასე ვიტყვით, დისბაქტერიოზს ვეძახით, ხო? ყველაფერს რაც კუჭნაწლავში ხდება და ეს სწორედ მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. ჯერ ერთი ბაობაბის ნაყოფი თვითონ იმდენად სუპერხილის სახელწოდებით არის, ან ხილთა მეფეს ეძახიან, იმიტომ რომ ისეთი შემადგენლობა აქვს, რაც საკვებში რაც კი ჭირდება საკვებიდან ადამიანს, ყველაფერს შეიცავს და სხვათა შორის ვიტამინები, მინერალებს აღარ ვამბობ, მაგრამ ამინომჟავებს შეიცავს ისეთ 8 შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც ორგანიზმში ყველა პროცესში მონაწილეობს, ნივთიერებათა ცვლა არის თუ ჰორმონალური ცვლა არის და ამითი ძალიან ბევრ საქმეს გვიკეთებს და კალციუმის და რკინით, ამიტომ რკინადეფიციტური ანემიების დროს და კალციუმის დეფიციტის დროს, ხო, აი არაჩვეულებრივი და მე ვაძლევ სამარეხა მაგას ბაოს პლუს არა კონკრეტულად ახლა რაიმე პრობლემის გამო, არამედ ის რომ დღეში ერთხელ ერთი ჩაის კოვზით ვიცი რომ ვუზრუნველყოფ ღიურ ნორმას, რაც სჭირდება, რასაც ვერიღებს საკვებიდან. ერთი ჩაის კოვზი საკმარისია. პრობლემის დროს არ არის ავალდებულო, ანუ პრევენციისთვის უბრალოდ ყოველდღე რომ ბავშვებს აქვთ არასრულფასოვანი კვება. ანუ ვიღაცას ხორცი არ უყვარს, ვიღაცას ხილი არ უყვარს, ვიღაცა თევზს არ ჭამს, ხო? ანუ აი ესეთი კვების ბავშვებიდან მით უმეტეს იმდენად ანუ სწრაფი კვების ობიექტებში ბავშვები აი რამდენი ბავშვს დავინახავი იქ და საკუთარი ოჯახიდანაც და იქ ეგული მეკუმშება ხოლმე ისე არა ნუ ხანდისხან და კვირაში ერთხელ კი მაგრამ ყოველდღიურად როცა ამას აძლევს საკვებად ბავშვს ცოტა ეს არის ცოტა მავნებლობაა მოკლედ მაგას ვიტყვი კვირაში ერთხელ ახლა მეც მიყვარს მაკდონალდსში და როგორ შეიძლება მიიღონ ანუ ბავშვებმა ლივი და ბაო ანუ წელიწადში როგორ მთელი წელი უნდა მიიღონ რა იღაც კონკრეტული კურსი ზოგადად სანამ მაგაზე გიპასუხებ ხო
იგივე დეტოქსს აკეთებს ორგანიზმის კუჭნაწლავიდან დაწყებული გამოაქვს მთელი ნაგავი ბრჭყალებში, რასაც ქვია და შეწოვის პროცესები კუჭნაწლავიდან, ანუ იმ საკვებს, რასაც ღებულობს, იმის ათვისებაც ხდება, რა თქმა უნდა, და პარალელურად ბუნებრივი ბოჭკოები იწვევს გასუფთავებას, ხო? ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მოდი ესე ვიტყვი, რომ ბავშვებს თითო ჩაისკოლს ვაძლევთ დღეში ერთხელ, საკმარისია აბსოლუტურად. და ეს პრევენციის მიზნით ჩვენ ორი ყოფნის თითქმის ხო? თუ სულ მისცემ გადასარევი არაჩვეულებრივია, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც თითო თვე რომ მისცე, ну დასაწყისში როცა პირველად აძლევ 2-3 თვე მაინც კარგია რომ ორგანიზმი აი როგორც ჰაერზე მოიყვანოს ბავშვების ამის კულტურა აქვს ბევრ მშობელს ხო 21 დღე წელიწადში ანუ ორჯერ წელიწადში გაიყვანონ აი ზუსტად კვების ესე ვთქვა დეფიციტი აღდგენა და პრევენცია მოწესრიგება იმუნიტეტის ჰაერთან ერთად საჭირო ორგანიზმის გადაწყდები ძალიან სწორად გააკეთე აქცენტი რა ხო, შულის მაგალითზე შეგიძლია ეს ყველაფერი იმას აკნა. და შედეგები რა შედეგები მიგიღია ხალბატონო თამარ ამ წლების განმავლობაში? კი ბატონო, ვაოსთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად კუჭნაწლავის მოწესრიგება ხდებოდა, რომ აი კუჭნაწლავიდან გამომდინარე რაც კი იყო, ხო, პრობლემები, იგივე დისბაქტერიოზი ალაგებულა, იმიტომ რომ ამაში პრებიოტიკებიც არის, პრობიოტიკებიც არის, რომელიც 2 თვის განმავლობაში საკმარისია, რომ აღდგენითი პროცესი მოხდეს კუჭნაწლავში და აქედან გამომდინარე მე სხვა პროცესებიც მოგვარდეს და უსაფრთხოების თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად აქაც იგივე შემიძლია ლივზე რაც ვთქვი, ინგრედიენტები იმდენად ესეთი დოზებით არის. ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ურსულებისთვისაც, მეძუძურებისთვისაც. ყველაზე პატარასთვის რამდენი ასაკიდან მიგიცია, რომელი ასაკიდან მიგიცია ბაოპლიუსი თუ საერთოდ კარგია, ну 6 თვიდან, როცა დამატებით კვებას იღებს ბავშვი, იქიდან შეგვიძლია თავისი დოზა აქვს იმასაც, თვეების ბავშვებზე და რამდენიმე წლის ბავშვზეც და ისე მიმიცია 3 კვირის ბავშვზე, რომელსაც გაზების ესე აწუხებდა, დაგროვება და ნუ 2 დღეში, 3 დღეში მოუგვარა ეს პრობლემა. და საერთოდ ბაოპლიუსი ყველა ოჯახში უნდა idოს, როგორც სასწრაფო დახმარება. მე ვეძახი ამას სასწრაფო დახმარებას. ძალიან ბევრ ამაში. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, არ მინდა დამავიწყდეს. ლაურა მირაშვილი, რომელიც არის ესე რეპროდუქტოლოგი, მან თქვა, რომ ვერაფრით ვერ მოხსენი ორსულთა ტოქსიკოზიო და ბაოპლიუსით მოხსნა ორსულთა ტოქსიკოზი. მეც ბევრჯერ მომიხსნია. და საინტერესოა პირველად გავიგე მაშინ ეს შედეგი. კი ბატონო, ორსულთა ტოქსიკოზი მეც მირჩევია ხშირად და მოუხსნია. იგივე იმ დეტოქსის მეთმიმითი, ხო, დეტოქსის მექანიზმით არის მოხსნილი და მქონია შემთხვევები, რომ ალერგიულ ბრონქიტებზე მოუხსნია ასთმური პროცესები, რომ ვითარდება, ხო, როცა გართულებები ხდება, სპაზმური პროცესების დროს და გამოჯამრთელება ყოფილა. მქონია შემთხვევა იმაზე, ცელიაკიაზე, რომ გაუმჯობესება მომხდარა და დიდი ხნის რემისია. და მქონია ლაქტოზის აუტანლობაზეც კი. ანუ შეწოვის პროცესი, როცა კუჭნაწლავის ლორწოვანი სუფთავდება, შეწოვა უფრო კარგად ხდება და ამითი იხსნებოდა ეს და ალერგიებზე, რაც მთავარი ალერგიები ძალიან ხშირია ბავშვებში და ალერგიების დროს იგივე მექანიზმით, რომ ორგანიზმი დაბინძურებულია და პასუხობს უცხო ცილის შემოსვლას სწრაფი მკვეთრი რეაქციით, აი ამ მექანიზმით უკვე და გასუფთავებული სისხლით უკვე ალერგიებიც კი იხსნებოდა. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო, ალბათ სალაპარაკო ბევრია და დიდი ხანი არ გვეყოფა, კიდევ რომ გავაგრძელოთ. 1 საათი რომ ალაპარაკო ხო, სხვა დროს როცა იქნება ვრცელი ფორმატი აუცილებლად. დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. ვფიქრობ ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ მშობელს დაეხმარება და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ, რომ თქვენი რეკომენდაციით თავიდანვე ორსულობიდანვე დავიწყებ მე ამ პროდუქტების გამოყენება. ასე რომ წარმატებებს უსურვებ ყველა მშობელს, ყველა ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი და წარმატებები თქვენ კიდევ რამდენიმე ათეული წელი ყოფილიყავით ბავშვების ჯანმრთელობის სამსახურში. მეც მადლობა ამ ინტერვიუსთვის და ყველა მშობელს, ყველა ბავშვს უსურვებ ჯანმრთელობას და ყველა ბებიას და ბაბუას. აბა დროებით.